ქედან ჩვენია ის დარჩენილი ვინც ყველა გვარები რომელი უფრო მრავალრიცხოვანი არაბული ჭინჭარაული უფრო არაბულები და ჭინჭარაულები გოგოჭურები უფრო არიან შედარებით ნაკლები ეს ძირითადი გვარიდან ეს არაბა ჭინჭარა და გოგოჭა მე ესენი გადაკეთე უკვე გვარებად ხო და ჭინჭარაულები და არაბულები უფრო ეხლა მე როგორც აი ან წამიკითხე ეს არის რაღაცა ან კიდე აი ეგრე აი ლაპარაკი მომისმენია უფრო ეს ჩვენი გვარი ეს არაბულები და ჭინჭარაულები არის თელ აი საქართველოს მოდებულები რა ძალიან ბევრი გვარი ამ გვარებიდან ნაწარმოები გადაკეთდა კიდე რაღაცები ეს ფიცხელაურებიო ეს რაღაც სხვადასხვაგვარები რა ვიცი ციკლაურები და ესენი მე აქედან კიდე რაღაცები გადაკეთდა სახელი და მიხედვით აი ეგეთი რაღაცა და ძირითადად ეს გვარები ყველანი დიდი გვარები და მთავარი სალოცავი გუდან თავიდან ხახმატი იყო როგორც ვიცი ხახმატის ჯვარი თავიდან არა ეს ჯვარიც მაშინ დაარსებულია როცა ისინი მოვიდნენ აქ აი ჯერ ყოფილაგე მაღლა სანის ვეძახთ იქ აი რაღაცა ციხის ნანგრევიდან აი მე-12-მე-13 საუკუნეში თამარი რო მეფობდა მაშინ აი იქიდან აი ჭალიდან არის ეს ქვაზიდული იქ და აი ხელში მიუწია ჯარი დაუყენებია ორწყივა თამარს და ხელში გადაუცია ეს ქვა არაგვიდან და ის აუტანია იქ მაღალ იმაზე ადგილ და ციხე აუშენებია მაგის ციხეები ხომ მრავალკან არის არის ესწავლება ბევრგან არის აშენებული და იქ აუტანია ეს ქვა და იქ აუშენებია ციხე რო ეს შემოსევები რო იყო ანუ ეს სალოცავი აქ არის და იგივეა ზევი თუ სანეს სხვა არა იქ ყოფილა პირველი სალოცავი გამხდარი სანე მემრა იქ საიდან გაჩნდა და როგორ დაჭაჭა რას ლოცულობთ ანაკანი წმიდა გიორგი ესე იგი წმიდა გიორგი არის ეს ძირითადად სალოცავი იქაც და მე აქედან ჩამოსულა აი აქ კიდე სოფელი ყოფილა მან ზევით მაშინ ადრე იქ სანამ ეს სალოცავი ჩამოვიდოდა მან იმ სოფელში ცხოვრებდნენ კიმკაზაურები და ის ბაძრეულები ცხოვრებდნენ ვახერხევ მაშინ კიმკაზაურები ცხოვრებდნენ აქ და ხურაულები კიდე ცხოვრობდნენ ეგ გამეძეძეუცა სოფელი პატარა სოფელი წილჩხეშია იმ წილჩხეში უცხოვრია იმ ბაძრეულებს და ხურაულებს ხო და ეს ხალხი თურმე ამ სალოცავს არ წამობდა არ მისდევდა ამ სალოცავს და იქ იყო სალოცავი და აქ შემოდიოდა და დაბლა და ხალხს ნიშანს აძლევდა რავი ხან იფნია მოვიდა ყვერფში ხან რაღაცა გველი ამოვიდა იმთან ერთად კიდე საღამოთი არაფერი იყო დილით იფნი იყო ამოსული და ძელი გველი ჰქონდა დახვეული ეს გველიც მოკლეს ეს იფნიც მოჭერდა და გადმააგდეს ხო და რო ვერაფერი გააგებია ამ უჩინარმა ძალამ ამ ხალხსა მე უკვე გამოიყენა ძალა გამოიყენა და 32 კვამლი ყოფილა მან 32 კვამლი და მე უკვე იმას ახლა უფლიდან ბრძანება მიუღია და რაღაცა თუმე ხადაგი მკითხავი ეგრე ამბობდა ამას წელიწად ნახევარში უკვე ამოწყდა სოფელი აღარ იყო გაუჩინა ჭირი ტიფი რაღაცა და ადგილზე შემოდა კაცი და სისხლს აღებინებდა და კვდებოდა უცბად ხო და ეს წელიწად ნახევარში სოფელი აღარ იყო და მე სალოცავი ჩამოვიდა მანდიდან მან დაბლა და მანდაც აშენებულია მამას ჩემ თქვის ახლა მომსწრე იყო იმისა რომ აი საკეთაეთ ორი სარი ტაძარი აშენებული და აფარია ლისტავის სპილენძი ორივეს მაშინდელი იყო თუ მე დააფარეს ეს აბა როდის იყო ახლა არა მე რა თქმა უნდა მაშინ სპილენძი მაშინდელი იქნებოდა რომ სახურავად იყენებდეს და სპილენძი აფარია და ის ერთი ორსართულიანი ორივე ორსართულიანია და საცა ის ძირითადად ეს ხუცესები მედროშავეები და ხელოსნები და ისინი შედიან იმის დაბლა არის საცა ეს ლუდი იყრებოდა საკოდეს ეძახიან იმას და თურმე იქ აი ცხვრის სურცლი კიდე გამოდიოდა ის გაიგე მოწამედაში იმ ნასაცხრევალი ყოფილა ეს ადგილი გაიგე ცხვრის ნაბინავარი იქიდან აი მამა ჩემ თქვის რომ იქ აი მოწმენით ცხვრის სურცლი კიდე ხვრებოდა იმაშიო რამდენი საუკუნის ქისტი ყოფილა იმის აშენებული ეს სალოცავი ქისტი ყოფილა საერთოდ იქიდან მოსულა ხელოსანი და იმისთვის აუშენებია და იქ არის ეგ ადგილი დაარსებული იმის შემდეგ მან და მე გადავიდა იმ გვარს გადაჰყვა წმინდა გიორგი არის აგერ ზეშტეშოში არის ეგ სალოცავი კიდე აი ხაყნელში არის კიდე მან და წმინდა გიორგი შილოცვენ და აქედან ეს წმინდა გიორგი გამრავლდა მე და ჩვენს ლოცულობთ მისუს ბროლის